2023 წლის 26 ივლისს ვაშინგტონში ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესის ზედამხედველობის ქვეკომიტეტის სხდომა გაიმართა. კონგრესმენები შეიკრიბნენ, რათა მოესმინათ ყოფილი დაზვერვის ოფიცრის განცხადება, რომელიც ამტკიცებს, რომ შეერთებული შტატების ხელისუფლება წლების განმავლობაში სწავლობდა უცხოპლანეტელების ჩამოვარდნილ ხომალდებს. მოდი გავარკვიოთ, რამდენად სანდოა დაზვერვის ოფიცრის განცხადება და მონათხრობი თან ფიცის ქვეშ. ეს პიროვნება ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო კოსმოსური დაზვერვის ეროვნული ოფისის ყოფილი თანამშრომელი, დაზვერვის ოფიცერი დევიდ გრუშია. მან კონგრესს ფიცის ქვეშ უცხოპლანეტელებთან საიდუმლო ომის შესახებ მოუთხრო. ზოგადად მიჩნეულია, რომ ამ ორგანიზაციის პასუხისმგებლობა ჯაშუშური თანამგზავრების მართვას და შედეგად მიღებული სურათების ანალიზს მოიცავს. გრუშიკი ამტკიცებს, რომ 2019 წლიდან საიდუმლო სახელმწიფო კომისიის მუშაობაში მონაწილეობდა, რომელიც ამოუცნო საჰაერო ფენომენებს სწავლობდა. შემდეგ კი რამდენიმე თვის განმავლობაში მისი ერთ-ერთი ლიდერიც იყო. მისი თქმით, კომისიაში მუშაობის დროს მან მტკიცებულება მიიღო, რომ ხელისუფლებამ უცხოპლანეტელების არსებობის შესახებ იცის და ამ ინფორმაციას საჯაროებისგან მალავს. ახლა კი მას სურდა ამ ინფორმაციის გასაჯაროება. 2023 წლის ივლისში გრუშმა რამდენიმე ინტერვიუ მისცა, სადაც უფრო დეტალურად ისაუბრა ამ საკითხზე და ამერიკის ხელისუფლება გააკრიტიკა. მისი ყურადღება ორმა რესპუბლიკელმა კონგრესმენმა მიიპყრო, ტენესის შტატის წარმომადგენელმა ტიმ ბურშეტმა და ფლორიდის შტატის კონგრესმენმა ანა პაულინა ლუნამ. მისი თქმით, პირველი უცხოპლანეტელების აპარატი 1923 წელს ჩამოვარდა იტალიაში. ბენიტო მუსოლინი ამას საიდუმლოდ ინახავდა, მაგრამ მეორე მსოფლიო ომის დროს ვატიკანმა ამ აღმოჩენის შესახებ ამერიკულ ხელისუფლებას თავისი არხებით აცნობა. 1944-45 წლებში აპარატის ნამსხვრევები შეერთებულ შტატებში საიდუმლოდ გადაიტანეს. გრუშის თქმით, მსოფლიოში უკვე 80 წელია მიმდინარეობს უხილავი ბრძოლა, როგორც მტრულად განწყობილი, ასევე მეგობრულ სახელმწიფოებს შორის. ყოველი ქვეყანა ცდილობს პირველი მივიდეს იმ ადგილებში, რომელიც უცხოპლანეტელებმა მოინახულეს, ან მათი ხომალდები ჩამოვარდა, რათა უცხოპლანეტური ტექნოლოგია აითვისოს და სამხედრო უპირატესობა მოიპოვოს. გამოიწერეთ ჩვენი YouTube არხი. ლინკი ჩაშენებულია მთავარ გვერდზე YouTube-ის სიმბოლო აიკონში.